დავით ნარმანიას ინიციატივა, რომელიც თავის დროზე ნაციონალურ ხელისუფლებასაც ჰქონდა, თბილისის ზოოპარკი ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში, კერძოდ კი თბილისის ზღვაზე გადადის. ამ იდეას მხარს საკრებულო და რიგითი მოქალაქეებიც უჭერენ, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს პროექტი, როგორი იქნება ახალი ზოოპარკი. შუმბა. მოდი შუმბა, მოდი. უნიკალური ჯიშის თეთრი ლომის ბოკვერი შუმბა ჯერ მხოლოდ 7 თვისაა. ის თბილისის ზოოპარკში დაიბადა. შუმბა და ზოოპარკის 600-მდე ბინადარი მალე დედაქალაქის ცენტრიდან თბილისის ზღვაზე გადაინაცვლებს. ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის იდეა რამდენიმე წელია არსებობს. იდეა დედაქალაქის წინა ხელისუფლებას ეკუთვნის. მისი განხორციელების სურვილი კი უკვე ახლად არჩეულ მერს აქვს. ჩვენ გვაქვს ესეთი მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე დამატებით რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოვოთ და დავრგოთ ხეები. წინა წლებში არსებობდა რამდენიმე პროექტიც, თუმცა ზოოპარკის დირექციის განცხადებით ის ძვირად ღირებული იყო. მაინც უკვე არსებობს გარკვეული ახალი რეალობები, რომლის მიხედვითაც ალბათ მიზანშეწონილი იქნება ახალი პროექტის შემუშავება, რომელიც უფრო ასე ვთქვათ გონიერ საზღვრებში იქნება თანხასთან დაკავშირებით. ზოოპარკის გარეუბანში გადატანის იდეა მოსწონთ ქალაქის საკრებულოშიც. დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ ნარმანიას ამ პროექტს მხარს დაუჭერენ. აუცილებელია ის, ვინაიდან ჩვენ ცხოველებს აიქ ვეპყრობით ძალიან არაადამიანურად და არახუმანურად, განსაკუთრებით იმ ახალი მაგისტრალის გაყვანის შემდეგ უბრალოდ გამოუგნებელია როგორ ძლევენ საერთოდ ცხოველები იქ. ამდენად ეს არის ძალიან კარგი იდეა, რომელიც უნდა განხორციელდეს აუჩქარებლად და ძალიან გეგმაზომიერად და კარგად. იდეა მოსწონს ადგილობრივ მოსახლეობასაც. საწყალი ცხოველებისთვის ნამდვილად ჯობია და დისკომფორტია შეიძლება ითქვას ამობნისათვის, საერთოდ ქალაქის ცენტრისათვის და სასურველია. მე მგონი ამბობენ, რომ თბილისის ზღვაზე უნდა თუ გადაიტანონ. ეხლა იქნება რაღაც სიმბიოზური რაღაცა, ზღვაც იქნება, ბავშვები იქაც გაერთობიან იქა და ბებრებიც დავისვენებთ კარგად იქ. როდის დაიწყება პროექტზე მუშაობა ჯერჯერობით უცნობია. სანამ მერია გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის ზოოპარკის ბინადრებს, ისევ ცენტრალურ უბანში და ისევ იგივე ბოილერებში მოუწევთ ცხოვრება.